რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც აღინიშნება 100 ქვეყანაზე მეტში და მილიონობით ადამიანი ერთვება ამ დღის აღნიშვნაში. 2016 წელს დაფუძნდა ეს დღე უკვე საქართველოშიც აი ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, წიგნიერების ამაღლებას და იმას შემდეგ 2016 წლიდან უკვე ყოველწლიურად სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია, ძირითადად საგანმანათლებლო და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციები ცდილობენ, რომ მასშტაბურად ჩაერთონ ხოლმე ამ დღის აღნიშვნაში და ცხადია ჩვენი გამომცემლობაც ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ წიგნებთან ერთად, რომელსაც გამოვცემთ, შემდეგ ეს წიგნები მივიდეს ადრესატებამდე და ყველაზე მეტად ცხადია ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ წიგნიერება გავრცელდეს მასშტაბურად ახალ თაობაში, ახალგაზრდებში და ეს არის სწორედ ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად აი ამ მიმართულებით გვეხმარება, იმიტომ რომ ეს ღონისძიება მასშტაბურად აღინიშნება სკოლებში, აღინიშნება ბიბლიოთეკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სწორედ ქართველ მკითხველებს, ქართველ მწერლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საკუთარი აუდიტორია იპოვონ სწორედ აი ამ ჯგუფში, ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდებში, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად ქართულ სკოლაში წლების განმავლობაში იყო ხოლმე ეს პრობლემა, რომ ნაკლებად აღწევდა თანამედროვე ქართული ლიტერატურა, როგორც ქართველი ავტორების, ისე თარგმნილი და ძირითადად მაინც სკოლა აკეთებდა აქცენტს იმ ლიტერატურაზე, რომელიც არის კლასიკა, რომელიც არის უფრო გასულ საუკუნეში გამოცემული თარგმანების სახით, ან კლასიკოსი ქართველი მწერლები, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ღონისძიება გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ თანამედროვე სკოლას გაეცნო თანამედროვე ქართველი ავტორები და ის თანამედროვე ბესტსელერები, რომელიც დღეს გამოიცემა მსოფლიოში და ძალიან სწრაფად ითარგმნება ქართულ ენაზე. ასევე მინდა გკითხოთ, როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის წიგნის ხმამაღლა კითხვა და რომ თქვათ, აი რამდენად ეხმარებათ ეს ბავშვებს ჩამოყალიბდნენ შემდეგ უკვე კარგ მკითხველებად? საჯარო კითხვა და ხმამაღლა კითხვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ძალიან პატარა ასაკის ბავშვებში, სადაც აუცილებელია მშობლის ჩართულობა იმისთვის, რომ ბავშვი შეეჩვიოს კითხვის პროცესს. მშობლის გარეშე ეს შეუძლებელია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მაგალითის მიცემა მშობლებისგან, იმიტომ რომ ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ის, რასაც მას სთხოვენ წიგნის კითხვაზე, ამას აკეთებს მისი მშობელი და ისიც კითხულობს, ეს ყოველთვის მუშაობს ხოლმე მაგალითის ეფექტი. თუმცა ის, რომ აი ამ ღონისძიებით ჩვენ საჯარო კითხვას ვეძახით ხო, ამ ღონისძიებას ეს არის აქ არის საუბარი იმაზე, რომ მშობლები გადმოვიბიროთ იმისკენ, რომ უფრო აქტიურად უკითხონ ბავშვებს ხმამაღლა, როდესაც მათ ჯერ კიდევ ამის აუცილებლობა აქვთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ კითხვას და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი სკოლებში. იმიტომ რომ სკოლაში მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები, ასევე ბიბლიოთეკარები, რა თქმა უნდა, და ასევე შეიქმნას სხვადასხვა კლუბი, სადაც წიგნების განხილვასთან ერთად იქნება აი ეს კულტურაც დამკვიდრდება წიგნის ხმამაღლა კითხვის, სადაც შეიკრიბებიან თანაკლასელები, მეგობრები და ერთმანეთს მოусმენენ ხმამაღლა კითხვის პროცესში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ცხადია ეხმარება ეს ფორმები ჩვენი მოგონილი არ არის, ამას იყენებს მთელი სამყარო და არის აუცილებელი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი საზოგადოება წიგნის კითხვას მივაჩვიოთ და შევაყვაროთ ეს პროცესი. გვანცა საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ ეს დღე არაერთ ღონისძიებას აერთიანებს ხოლმე, როგორც წესი ყოველწლიურად. უფრო დეტალურად მინდა რომ გვიამბოთ წელს როგორ აღინიშნა და ასევე უკავშირი როგორი იყო ჩართული მხარეების მხრიდან. წელს რა თქმა უნდა მე შევამჩნიე სოციალური სივრცის საშუალებით, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია დამოუკიდებლად გამოეხმაურა ამ დღეს და პრინციპში იდეაც ეს არის ამ დღის აღნიშვნის, რომ პროვოცირება ხდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და ეს თავდაპირველად გამომცემელთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული ღონისძიება იყო 2016 წელს. თუმცა იდეა იყო ის, რომ შემდეგ უკვე დამოუკიდებლად სკოლებს, სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციებს
სურვილი გასჩენოდათ, რომ დამოუკიდებლად წარემართათ აი ეს პროცესი და დამოუკიდებლად აღენიშნათ ეს დღე. ახლა მაგალითად წელსაც ჩვენ გამომცემლობას ჰქონდა რამდენიმე ღონისძიება დაგეგმილი ამ დღის ფარგლებში, მაგალითად ჩვენი ავტორები ლივა ფეზუაშვილი, ნესტა ნენეკვინიკაძე, სოფიო კუბლაშვილი, თამარ გეგეშიძე, ლილი ალფაიძე და ასე შემდეგ, როგორც ანუ საბავშვო ავტორები და მოზარდების ლიტერატურის ავტორები, ასევე სადიდო წიგნების ავტორებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იყვნენ სტუმრად, სკოლებში, უნივერსიტეტებში და შეხვედრები ჰქონდათ იქაურ სტუდენტებთან ან მოსწავლეებთან, ხმამაღლა კითხვაც და შემდეგ უკვე განხილვა და სხვადასხვა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხზე მსჯელობაც. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ერთის მხრივ არის ის, რასაც ჩვენაირი ორგანიზაციები გეგმავენ წიგნთან დაკავშირებული, მაგრამ მეორე არის ის, რომ მასწავლებელსაც პირადად გაუჩნდეს სურვილი, რომ აი ამ დღეს, საჯარო კითხვის დღეს, განსაკუთრებული გაკვეთილი მოაწყოს სკოლაში და ბავშვებთან ერთად შეარჩიოს რომელიმე დოკუმენტური პროზა იქნება თუ მხატვრული ტექსტი არ აქვს ამ მნიშვნელობა, წიგნი, კლასს გარეშე საკითხავი წიგნი, რომელსაც ბავშვებთან ერთად სახალისოდ წაიკითხავენ, იმიტომ რომ ამასთან ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დავანახოთ ჩვენ, რომ წიგნის კითხვა არ არის ეს რაღაც ყოველდღიური რუტინა, ან გაკვეთილის მომზადება, რომელიც ზოგს ეზარება, ზოგს პირიქით არ ეზარება, მაგრამ აი წიგნის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აღიქვან იმ კატეგორიაში, როგორც არის მაგალითად ფილმის, კარგი ფილმის ყურება. ერთ-ერთი ასე ჩვევა და აუცილებელი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჩვენი ფანტაზია განმავითაროთ და მეტად უკეთესად აღვიქვათ სამყარო და უკეთესად მოვემზადოთ ცხოვრებისთვის. ამიტომ სწორად მიწოდება, რომ ეს არ არის რაღაც მოსაბეზრებელი საქმე, რომელსაც ძალით აკეთებ, იმიტომ რომ სკოლაში დაგავალეს, არამედ აკეთებ, იმიტომ რომ ეს შენ სიამოვნებას განიჭებს და წიგნის კითხვისგან შეიძლება ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო ამის გააზრება და ამის სწორად მიწოდება სკოლის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრია ამაზე დამოკიდებული, ისევე როგორც რა თქმა უნდა მშობლების მხრიდანაც და ოჯახშიც შეიძლება ძალიან აქტიურად, შეიძლება კი არა აუცილებელია ამაზე საუბარი, რომ ბავშვებს ჩვენ კი არ შევაძულოთ კითხვა, არამედ ვაჩვენოთ რამდენად სახალისოც არის, საინტერესოც არის და რამდენად შთამაგონებელია ეს ჩვენი ცხოვრებისთვის. ძირითადად რა სახის ლიტერატურაზე არის ხოლმე მოთხოვნა? აი თუ არის დავუშვათ რომელიმე კონკრეტული ნაწარმოები, რომლებიც მეტად მოთხოვნადი გახდა ბოლო პერიოდში თანამედროვე თაობისთვის, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის არის ეს გემოვნებაც იცვლება ხოლმე. ჩვენ მაგალითად გამომცემლობაში ვცდილობთ, რომ საგანგებოდ გამოვცეთ წიგნები, რომელიც საინტერესო იქნება მოზარდებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის. გვაქვს კიდეც ასეთი სერია გაკვეთილების შემდეგ საკითხავი, იმიტომ რომ მივხვდით, რომ აი იმაზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, აუცილებელია, რომ სწორად შევრჩიოთ მათ ის წიგნები და წიგნები დაწერილი იმ თემებზე, რომელიც მათ აინტერესებთ. მათი მოზარდების ცხოვრება მათ შორის სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით, რომ წლების განმავლობაში ჩვენ მოზარდებისთვის გვქონდა მხოლოდ თარგმნილი ლიტერატურა და შემდეგ უკვე თანამედროვე ქართულ მომწერლებმა დაიწყეს მოზარდების წერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ავტორები წერენ ქართულ გარემოზე და ქართველი ბავშვის გარემოზე, კონკრეტულად პერსონაჟებიც არიან ქართველები და ეს ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე. ამიტომ ჩვენ გვყავს თამარ გეგეშიძე მაგალითად, რომელიც არის მოზარდებისთვის ძალიან საყვარელი ავტორი. ამ სერიაში გამოიცა ნატო დავითაშვილის წიგნი, ტორეს სამოსის წიგნი და მე მიხარია, რომ ავტორები, რომლებიც მხოლოდ დიდებისთვის წერდნენ, წლების განმავლობაში დაინტერესდნენ, რომ არსებობს ამხელა აუდიტორია სკოლის მოსწავლების მოზარდების სახით და მათთვის კონკრეტულად დაეწერათ წიგნები და ეს მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მათ შორის მოზარდების და სტუდენტების, განსაკუთრებით სტუდენტების ინტერესები უკვე სხვა მიმართულებით განვითარდა და ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სერია, რომელსაც ჩვენი გამომცემლობა გამოსცემს, ეს არის აკრძალული წიგნების თარო. რა თქმა უნდა, გარემო ახდენს გავლენას მკითხველზე, გარემო ახდენს განსაკუთრებით გავლენას მოზარდზე თუ სტუდენტზე, მათ შორის ახალგაზრდებზე
და აი დიქტატურაზე დაწერილი წიგნები, აკრძალვებზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს აინტერესებს განსაკუთრებით ჩვენს მკითხველს და ამის მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი. ამას სხვადასხვა მოვლენა განაპირობებს, მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი დიდი ბესტსელერი იყო მარია რესას როგორ დავამარცხოთ დიქტატურა. აი გარემოახსენეთ გვანცა უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ ამასთან დაკავშირებით მინდა უფრო კონკრეტულად რომ გკითხოთ აი მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მაგალითად ჩვენ ძალიან ხშირად ხედავთ დემონსტრანტებს წიგნით ხელში. აი ამაზე რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად როგორ შეცვალა უწყვეტმა პროტესტმა ასე ვთქვათ მკითხველის არჩევანი. დემონსტრანტებთან, რა თქმა უნდა, მეც ყოველდღიურად ვარ ამ პროტესტის მონაწილე და სულ საუბრობთ ხოლმე ამის შესახებ, ჩვენი გამომცემლობის ინტერესებიც უკვე რა ფაქტობრივად ამ მიმართულებით მუშაობს, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს ისეთი წიგნები, რომელიც დღეს მათ განსაკუთრებულად და საცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სჭირდებათ და ფარავს იმ თემებს, რომელიც გაგვააზრებინებს, რა ხდება დღეს ჩვენს გარშემო, რა პროცესში ვართ, რა მოვლენებს გავდივართ და როგორ შეიძლება რომ ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ გამოცდილება, რომელიც სამყაროში არსებობს, ამ გამოცდილების ცოდნა და ამ ისტორიაზე სწავლა არის, რა თქმა უნდა, ჩვენი იარაღი, რომელიც განათლებულ საზოგადოებას ყოველთვის ეხმარება ხოლმე ასეთი მძიმე დღეების გადალახვაში და რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ბრძოლაში, სადაც ჩვენ მოველით, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები. მეც რა თქმა უნდა და ჩვენ ვამჩნევთ, რომ დემონსტრანტები ძალიან ხშირად აქციებზეც კითხულობენ წიგნებს, თუმცა ზოგი ამბობს, რომ აი ამ პროცესების გამო ძალიან უჭირთ კითხვა, ზოგზე პირიქით მოქმედებს და დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი ეს მძიმე ფიქრები გადააგონონ და წიგნს მიეძალონ, სხვადასხვანაირად მოქმედებს და ფსიქიკური მდგომარეობაც რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, აი ჩვენ ვაკვირდებით რას კითხულობენ. კითხულობენ მაგალითად ისეთ წიგნებს, რომელიც ჩვენ წლების წინ გამოვეცით და აი ეს წიგნები დღეს დაბრუნდა და დღეს გახდა განსაკუთრებით აქტუალური. მაგალითად, იგივე აკრძალული წიგნების თავიდან შემიძლია ვთქვა ანა პოლიტკოვსკაიას წიგნი პუტინის რუსეთი, რომელიც 2014-ში გამოიცა და ჩვენ მაშინ ძალიან აქტიურად საუბრობდით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრ ადამიანს წაეკითხა, მაგრამ აი დღეს დადგა ის დრო, როდესაც მკითხველი ამ წიგნს აქტიურად მიუბრუნდა. ისევე როგორც მაგალითად შირინებადის ოქროს გალია. შირინებადი ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი გახლავთ და ირანში მიმდინარე პროცესებს აღწერს, მაგრამ ეს გეოგრაფია ისჩლება ხოლმე, როდესაც საუბარი არის დიქტატურაზე და აი ეს გამოცდილებები იგივე მარია რესა, რომელიც ფილიპინელი ჟურნალისტია და ფილიპინებზე საუბრობს და ამერიკის გამოცდილებაზე საუბრობს, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დიქტატურის სახეები სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მსგავსია, იდენტურია და ის გამოცდილება, ხო, რომელიც ჟურნალისტებმა, აქტივისტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ სხვადასხვა ქვეყანაში გაიარა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს ინფორმაცია ინახება წიგნებში და საბედნიეროდ ეს წიგნები მრავლად არის ქართულად თარგმნილი და გამოცემული, იმიტომ რომ ჩვენ არ მინდა რომ ამით რაღაცნაირად თავი შევიქო, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა უფრო ადრე შევამჩნიეთ ის ნიშნები, რომელმაც ჩვენ გვაიძულა და მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენი მკითხველისთვის მიგვეწოდებინა თემატური ლიტერატურა, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ აი ეს პირველი სიგნალები, რომელიც ჩვენ გარშემო ხდებოდა, რას შეიძლება ნიშნავდეს. ამიტომ წიგნს აქვს ცხადია ძალიან დიდი ძალა და მე ძალიან მიხარია, როცა ვხედავ განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქციებზე, რომ დროს არ კარგავენ და იქვე სხედან და კითხულობენ. ჩვენ მაგალითად წიგნებს უგზავნით ხოლმე ზოგჯერ სხვა უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტში მყოფ სტუდენტებსაც, იმიტომ რომ ამით ცოტა გავახალისოთ კიდეც, მაგრამ აი ეს დრო საინტერესოდ გამოიყენონ და ასეთი წიგნების ლიტერატურაში კითხვაში გამოიყენონ.